იცით რა, ჯობია გაჩერება თუ არ იცით როგორ უნდა ელაპარაკოთ და გადადება საუბრის აუცილებლად, იმიტომ რომ თუ თქვენ შეშინდით, ანუ ამ ბავშვებს გაცილებით ნაკლებად ეშინიათ ვიდრე მშობლებს. და თუ თქვენი ესე იგი თქვენი შეშფოთება, მან თუ დაინახო რომ მამას შეეშინდა, რომ მე ნახე ესე იგი ესეთი პორნოგრაფიული კონტენტი, თქვენ ხო დაკარგავთ შემდგომში მასთან საუბრის შესაძლებლობას, არა? საერთოდ როცა რამეზე ელაპარაკები ადამიანს მისთვის მინიმუმ მისაღები და მინიმუმ ავტორიტეტი უნდა იყოს, ხო? სასურველია რომ მშობელმა ჯერ ერთი იცოდეს, როგორ შეუძლია თავისი შვილის გაკონტროლება. ამის ხერხები არსებობს და ბოლოს და ბოლოს აი ყველაფერს თავი დავანებოთ, Wi-Fi რო გამოურთოთ ან ინტერნეტი შეუმოწმოთ და ასე შემდეგ, ოღონდაც მან უნდა იცოდეთ, რას უზღუდავთ, რატომ უზღუდავთ და ამის გაგება მას შეუძლია. რისგან იცავთ? ამის თქმა არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, მაგრამ პირველ რიგში კარგით გადადეთ თუ არ შეგიძლიათ და იმ მომენტში თავს ვერ იმორჩილებთ საუბარი, მაგრამ აუცილებლად პირველად მას მოусმინეთ. არ დაუწყოთ მაშინვე ჭკუის სწავლება, იმიტომ რომ ჩაგეკეტებათ და მეორედ აღარ მოვა და აღარ დაგელაპარაკებათ, მით უმეტეს თუ იქნება კრიტიკა და მოусმინეთ და კითხეთ, რომ რა იგრძენი, როცა ნახე, როგორ ფიქრობ, ეს რამდენად რეალისტურია, რამდენად მისაღებია და დაუტოვეთ აუცილებლად კრიტიკული აზროვნების საშუალება. თუ თქვენ რამეში არ დაგეთანხმება, თუ თქვენ ეჭვებს არ დაეთანხმება, შეგიძლიათ კითხოთ რა არგუმენტი აქვს ამისთვის და თუ თქვენ არ გექნებათ უკეთესი არგუმენტი, ან არ გეცოდინებათ, ხო შეიძლება რომ რაღაც არ იცით. შესაძლებელია რომ თქვენ ეს აღიაროთ მასთან ერთად და უთხრათ რომ მოდი ერთად მოვიძიოთ ამის შესახებ ინფორმაცია. აი თუ კი ნეიტრალურ ინფორმაციას მოიძიებს ორივე თქვენგანი და ბავშვიც იქნება ამაში ჩართული, თქვენი ესე თქვა დირექტიული ტონით ნათქვამთან შედარებით გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იქნება მისთვის. და ამიტომ ვამბობთ ჩვენ ხანდახან გონიათ რომ პატარა ბავშვებს რატო ელაპარაკებით ამ თემასთან დაკავშირებით. არავის არ ეხალისება, მაგრამ მოვიდა ესეთი ეპოქა, თქვენ თვითონ ამბობთ რომ თავისი ოთახი აქვს, თავისი სმარტფონი აქვს, თავისი ლეპტოპი აქვს, ინტერნეტი აქვს, თქვენ არ ჩაურთათ Wi-Fi-ს და თავისი ინტერნეტი აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ თუ ესეთი კომფორტი შევქმნით, კეთილი უნდა ინებოთ და უნდა უთხრათ რომ თქვენი მოვალეობა უნდა აუხსნათ ძალიან კარგად, რომ რატომ უნდა დაიცვათ ამ კონტენტისაგან თავის ასაკიდან გამომდინარე და უთხრათ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს.